ვამზადებ ტრადიციულ ბრიტანულ კერძს. პურში გამოვცხარ ღორის ხორცს. მზადდება ძალიან მარტივად, არის ძალიან გემრიელი. პირველ რიგში რაც მე მჭირდება, ეს არის ღორის ქონი. ღორის ხორცს მე გამოვიყენებ ცომის მოსამზადებლად. აქ არის ძალიან კარგი ნაჭერი, ნეკთან მოვაჭრი ქონს. წვრილად, ძალიან წვრილად, მაქსიმალურად უნდა დავკეპო ქონი, დავადნო, გამოვიყვანო ცხიმი და გამოვიყენო ცომის მოსამზადებლად. ღორის ქონი კარგად დავკეპე. მჭირდება ტაფა, დაბალი ცეცხლი და ბევრი ქონი. გავშლი. სანამ ქონი დადნება, მანამდე მე შევაზავებ ღორის ხორცს. აქ არის ფარშირებული, სასურველია იყოს ბეჭი, ან კიდევ ბარგალი. შეზავება ძალიან მარტივია. მარილი გემოვნებით, პილპილი, ასევე გემოვნებით, ქონდარა, დაახლოებით 1 გრამი და ჯავზი. ჯავზი გჭირდება გახეხილი. ჯავზის დაახლოებით 9 გრამი, 1 კვერცხი და კარგად ამოურევ. შიგთავსი მზად არის. ცოტა მარილი, უფრო მალე რომ გამოვიდეს ცხიმი. დავიწყებ ცომის მოძელას. რძე დაახლოებით 100 მილილიტრი, მაგდენივე წყალი. ცხიმი გამოვიდა უკვე, შემიძლია გამოვთო. უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, ამ ქონის ნაჭრებს ჩაუშვებ გატარებულ ხორცში. ცხიმს ჩაუშვებ რძის და წყლის ნარევში. შვენიერი. და რა თქმა უნდა, მარილი და ფქვილი. მარილი გემოვნებით. ფქვილი. 200 მილილიტრის სითხეზე გვჭირდება ჩვენ დაახლოებით 9 კილო ფქვილი. ცომი უნდა იყოს ცოტათი რბილი, არ უნდა იყოს მაგარი. ეს ცომი იქნება ძალიან გემრიელი. ამას აქვს ღორის ქონი, რძე და რა თქმა უნდა წყალი. დავუმატებ ცოტა კიდევ ფქვილს და კარგად მოვზილა. გემრიელად, ისე რომ კარგად შეიკრას. ცომი მზად არის, ამოფხუებას არ ველოდები, ვიწყებ გაბრტყელებას. ცოტა ფქვილი, ცომი. ცომი არ უნდა იყოს სქელი, დაახლოებით 1 სანტიმეტრი მაქსიმუმ სისქეში. კარგად გავაბრტყელებ. ჭირდება ფორმა. დანით მოვაჭრე ზედმეტ ცომს. ავიღებ ფარშს. კიდევ ერთხელ ამოვზილავ კარგად. შემწვარ ქონს აურევ და თანაბრად გადავანაწილებ ფორმაში. უნდა იყოს დაპრესილი. ამით ჯერ არ მორჩენილა, ამას გავუკეთებ ცომის საფარს. ცოტა ფქვილი. ცომის მეოთხედი. იგივე სისქის ცომი. კარგად შევკრავ, დავიხმარ ჩანგალს.
მშვენიერი, შუაში აუცილებლად ხორცმა რო ისუნთქოს, გვჭირდება პატარა ნახვეტი. მშვენიერი. ხორის ნამცხვარი სადრეს გამოსაცხობად. –180 გრადუსი, ზედა და ქვედა წვა. დაახლოებით 9 საათში ამას ზემოდან გადავუსვამ კვერცხის გულს, რომ უფრო კარგი, ოქროსფერი ხორის ნამცხვარი გამოვიდეს. მშვენიერი. კერძის მომზადებამდე დარჩა სულ რაღაც 10 წუთი. კვერცხის გულს გადავუსვამ თავზე, კარგად ოქროსფერი რომ მიიღოს, ყველგან აბსოლუტურად. საკმარისია. გადავიყვან მხოლოდ ზედა წვაზე და იგივე ტემპერატურით. გამოსაცხობ ქაღალდს მოვაშორებ. გადმოვიღებ თეფშზე. ეს კერძი იჭმევა თბილი. ჩავჭრი. ძალიან კარგი გამოვიდა, წვენი აქვს. ამას ძალიან უხდება მდოგვი. ბრიტანული ტრადიციული ძველი რეცეპტით ღორის ნამცხვარი მზად არის.